ირაკლი გამარჯობა. გამარჯობა. მადლობა შენი დროისთვის და დავიწყოთ პირველ რიგში საბჭოს შესახებ მოგვიყვები, რას წარმოადგენს საბჭო, რამდენი წელია რაც არსებობს და რა მიმართულებებზე მუშაობს ის. საბჭო დღეს არის დაფუძნებული ფორმალურად რეგისტრირებული ორგანიზაცია. სტატუსია ეს არის არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი, ანუ NGO, როგორც ეძახიან, არასამთავრობო ორგანიზაცია. და მაგრამ უფრო ადრე ეს იყო როგორც პროექტი. ესე იგი ჯერ მას არ ქონდა ფორმალურად შეძენილი არანაირი სტატუსი, ორგანიზაციული სტატუსი. აი ეს იწყება როგორც პროექტი, ეს ჩვენი ორგანიზაცია იწყება 2005 წელს. და მაშინ თავარი ფუნქცია მისი იყო ესე იგი დიალოგის ხელშეწყობა ერთის მხრივ არასამთავრობო ორგანიზაციები, ხოლო მეორეს მხრივ თავდაცვის სამინისტრო. ეს ის პერიოდია, როდესაც ჯარში, შეიარაღებულ ძალებში იყო ძალიან ბევრი ფაქტი ფიზიკური ძალადობის და ადამიანის უფლებების სხვა უფლებების დარღვევისა. ასევე გარდა ამისა იყო აბსოლუტურად ჩატეხილი ხილი ილიას. თვითონ საზოგადოებას ხოლმე მეორეს მხრივ თავდაცვის სამინისტროს შორის, ანუ იყო რაღაცნაირი უნდობლობა ამ ხალხსა და უწყებას შორის. აი ჩვენი ორგანიზაციის ძალისხმევა სწორედ მიმართული იყო იქითკენ, რომ შემდგარიყო დიალოგი, უკეთ გაეცნოთ ერთმანეთი და რაღაც ერთობლი და რაღაცა ძალისხმევა მოდებული იყო იმისკენ, რომ ეს ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევები მინიმუმზე დაყვანილიყო ან გამქრალიყო საერთოდ. მე არ მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ორგანიზაცია იყო ერთადერთი იმ აზრით, რომ ჩვენი ორგანიზაციის დამსახურება ის, რომ ქართულ ჯარში თან გაქრა, ესე იგი ფიზიკური ძალადობა, მაგრამ ეს მოხდა და ჩვენ სწორედ აი პარალელურად მუშაობთ. ანუ ჩვენი ორგანიზაციასაც ჰქონდა ამაში შენადანი. ეხლა რაც ჩემ თვალწინ მოხდა, ჩვენი ორგანიზაციის შეკრებებზე, ეს როგორ ხდებოდა, რომ კვირაში ერთხელ ერთ მხრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ხოლო მეორე მხრივ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები იკრიბებოდნენ და მიდიოდა დიალოგი მათ შორის Chatham House-ის ფორმატში, ანუ ეს ამის რეპორტირება მედიაში, გაშუქება და რაღაც პრომოუთინგი არ ხდებოდა. ამიტომ ეს ურთიერთობა იყო უფრო თავისუფალი, სწორედ ამ მისგან რაღაც ფორმისგან ვალდებულების უფრო უშუალო. და ეს ჩემ თვალწინ ხდებოდა მეთქი, ასე დავასრულებ ამას. ხდებოდა ის, რომ დაინახეს ერთის მხრივ თავდაცვის სამინისტროს მხრიდან, ხოლო მეორეს მხრივ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან, იქ ადამიანები არიან, იმათაც ისევე შესტივადგული ქართული ჯარის მომავალზე, მის მდგომარეობაზე, როგორც მეორე მხარეს. და ესე იგი უკვე რაღაც მომენტში ერთმანეთს მტრებად კი არ აღიქვამდნენ თავის ესე იგი მოწინააღმდეგე მხარეს, ანუ დისკუსიაში ჩართულ მხარეს, არამედ როგორც პარტნიორს, როგორც ადამიანს, რომელსაც შეიძლება რაღაც რეკომენდაცია მიაწოდო, მეორე მხრივ ის თავის მხრივ ცდილობს შენ აგიხსნას თუ რა მიზეზებთან არის დაკავშირებული, რა პრობლემებთან არის დაკავშირებული, ესა თუ ის რეფორმა თავდაცვის სამინისტროში. ეს შეხვედრები გრძელდებოდა კაი რამდენიმე წელიწადი რა და აბსოლუტურად რეგულარული სახე ჰქონდა, ფაქტობრივად მოხდა ამ შეხვედრების ინსტიტუციონალიზაცია. და ეს პირველი ნაბიჯები ამ ორგანიზაციათა შეხვედრები მხარდაჭერილი იყო და ფინანსირდებოდა სოროსის ფონდის. მე მახსოვს სოროსის ფონდში გამართული ესეფედრები, როდესაც მოდიოდნენ და მართლა ეს ჩატეხილი ხიდის აშენების გამთლიანების მცდელობები იყო. აი, ნუ ესე მოხდა თანდათან დიალოგის ესე იგი აწყობა ამ ესე იგი ჩვენი საზოგადოების შიგნით არის. ეს შემდეგ ეს ყველაფერი თვითონ თავდაცვის სამინისტრომ წაიღო, ხო ის გახდა ამ შეხვედრების ორგანიზატორი. ეს უკვე გვიან
მაგრამ ესე იგი სხვა შორის რაც შეეხება წაღებს ამ პატრონაჟს რაღაცა ესე იგი ეს პირი ჩვენ ეს გვიხარია თუ თავდაცვის სამინისტრო ან ოფიციალური უწყება რომლისთვისაც ჩვენ ამას ვაკეთებთ მეორე მხრივ საზოგადოებას ვიღაცა მოკიდებს ხელს და ფინანსირდება არა რაღაცა როგორც ამბობენ გარედან არამედ ქვეყანა თვითონ აფინანსებს ასეთ რაღაცას. ეხლა ეს იყო ერთ-ერთი საქმიანობა. მას მე რაც ამ რაღაც ნაყოფი გამოიღო და აღმოჩნდა რომ ესე იგი აქ შეიძლება თანამშრომლობა მოგმართა უშუალოების საბჭომ და უშუალოების საბჭო იმ დროს ჩართული იყო ქვეყნის უსაფრთხოების კონცეფციის მომზადებაში პირველად ხდებოდა მეორედ ზუსტად არ მახსოვს მაგრამ ნუ ამ შეკრებილი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის სახით მან დაინახა ადამიანები რომლებსაც შეუულიათ მათ მიაწოდონ საქმიანი შენიშვნები რაც მათ მიეხმარებათ დოკუმენტის შემდგომ დახვეწაში მათ გამოგვიგზავნეს ესე იგი ეს დრაფტი ანუ რაღაც ჩავი ვარიანტი ამ დოკუმენტის ეს ღია დოკუმენტია რომელიც ესე იგი დევს ხოლმე უწყების საიტზე ასე რომ აქ პრობლემა არ არის ანუ ის დოკუმენტები საიდუმლოებას ეხება რა თქმა უნდა ეს ჩვენი საქმე არ იყო და არც ჰქონდა ამისი პრეტენზია რომ აქ რაღაც საითულოს საქმეებში ყოფილიყავთ ჩართული ესეთი თავის საწვარი ჩვენ არ გვჭირდება და ესე იგი ჩვენ ეს დრაფტი დაუგზავნეთ ამ ორგანიზაციებს იმათ პატრიოტად კეთილს ინდივიდუალურად იმუშავეს მოგვაწოდეს შენიშვნები რა თქმა უნდა ესე იგი აქ ზოგი შენიშვნა ერთმანეთს გამორიცხავდა მაგალითად ერთი ორგანიზაცია რომ დახტა რომ ესე უნდა გაგოთ მეორე იმის საწინააღმდეგოს მაგრამ თავარია რომ აქ იყო ესე იგი ამ ხალხმა იმუშავა რაღაცნაირად აქ ამ შენიშვნებში აისახა ეს საზოგადოებრივი აზრი რომელიც შეიძლება ყოფილიყო სამომავლოდ ამ დოკუმენტთან დაკავშირებით და შემდეგ უკვე უშუალოების საბჭომ იმათმა სარედაქციო ჯგუფმა ესე მოახდინა დახვეწა დოკუმენტები ამ ჩვენი შენიშვნების საფუძველზე. ნუ ჩვენ ერთ-ერთი ალბათ სხვებსაც ეკითხებოდნენ რაღაც საერთაშორისო პარტნიორებს, მაგრამ ნუ ჩვენ ერთ-ერთი ჯგუფი თუ მხარე ვიყავით, რომელიც ჩართული იყო ამ დოკუმენტის მომზადებაში. მე შემიძლია ვთქვა, რომ ესე იგი ყველა შენიშვნა არა, მაგრამ ნახევარზე მეტი, ნუ 60% ალბათ ამ შენიშვნებს სავარაუდოდ, ესე იგი ასახული იქნა ამ ახალ საბოლოო დოკუმენტში, აი ჩვენი შენიშვნები. და ეს ასევე იყო ერთ-ერთი ფორმა, რომელიც ვიპოვეთ სათანამშრომლოდ ერთ მხრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მეორე მხრივ თავდაცვის სამინისტროს შორის. რომელიც არგებდა თავდაცვის სამინისტროს, ხოლო ესე იგი საზოგადოებრივი ორგანიზაციები თავს ცნობდნენ თვალმოხდილად, რომ მათ თავის კონტრიბუცია გააკეთეს და რაღაცა საზოგადოებისთვის სასიკეთო ცვლილებები შეიტანეს პოლიტიკაში. და სახელმწიფო რეფორმებს, სახელმწიფო ინსტიტუტების შემოწყობაში. ეს მეორე სახე ამ ესე იგი თანამშრომლობისა. მესამე ფორმა, რომელიც ესე იგი თუ პროექტი შეიძლება ესეც დავარქვათ, ეს აი ამ თანამშრომლობის საფუძველზე გაჩნდა ეს იდეა, რომ გაგვეკეთებინა წლის ბოლოს, ეს 2005 წლის ბოლოს, ჩვენ დავიწყეთ სადღაც თებერვალში მუშაობა და 2005 წლის ბოლოს რაღაც შემაჯამებელი კონფერენციასავით. სადაც მონაწილეობას მიიღებდნენ ერთის მხრივ თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებზე პასუხისმგებელი სახელმწიფო სტრუქტურები, ეს ვინ არიან თავდაცვის სამინისტრო, უშუალოების საბჭო, თანაც უკვე თანამშრომლობდით, მაგრამ ნუ ასევე სხვა ვინც ინტერესს გამოავლენდა, თქო, შელსოს მაშინ ტელეკაც უსაფრთხოების სტრუქტურები, ასე საგარეო საქმეთა სამინისტრო და ასე შემდეგ. და მეორე მხრივ ესე იგი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რომლებიც დაინტერესებული იყვნენ ამ საკითხებით, უნდა ითქვას, რომ იმ ეტაპზე ძირითადად მონაწილეობდნენ სამთავრობოებრივი ადამიანის უფლებებზე იყვნენ ორიენტირებული, იმიტომ რომ როგორც ვთქვით, ძალიან სერიოზულად იდგა ჯარისკაცებზე, ფიზიკური ძალადობის ფაქტები და სხვა დარღვევები და ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ნატოდან და ევროპელები და ამერიკელები.
ისინი, რომლებიც წარმოადგენდნენ იმ დროს საქართველოს რეფორმებში წამყვან მხარეს დონორებს და რომელიც ყველანაირად ეხმარებოდა საქართველოს, რომ საქართველოს ნაბიჯები განემტკიცებინა თავისი სტაბილობა და უსაფრთხოება. და ეს კონფერენციაც აღმოჩნდა ძალიან ისეთი პლატფორმა, რომ სადაც აი მხარეები ჩამოთვლილმა სამ მხარემ შეძლო ერთმანეთთან აზრების გაცვლა და აღმოჩნდა, რომ ეს რაღაც არის კიდევ ერთი საჭიროება ასეთი სამხრივი დიალოგისა რა. აქ რა თქმა უნდა იყო მოხსენებები, ხალხი იჯდა დარბაზში, მაგრამ ასევე იყო თავისუფალი შეხვედრები შესვენებებზე, საღამოთი ეს ხდებოდა გუდაურში მაშინ. ესე გუდაურში ჩატარდა და ძალიან კარგი ატმოსფერო შეიქმნა რა, ეს თანამშრომლობის გახსნილობის და ასე შემდეგ. შემდეგი და ეს კონფერენცია გაგრძელდა. პირველი კონფერენცია პირდაპირ მთლიანად დაფინანსებული იყო ერთ მხრივ სოროს ფონდის, ხოლო მეორე მხრივ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ. აი შემდეგი კონფერენცია უკვე შემდეგ წელს უკვე მთლიანად ის დაფინანსება აიღო თავდაცვის სამინისტრო. და ნუ ჩვენი ორგანიზაცია უფრო თავდაცვის სამინისტროს ეხმარებოდა უკვე ამ რაღაც იმისი მონაწილეების შერჩევა თუ რაღაც დაგზავნაში. და ძალიან კარგი პრაქტიკა გამოვიდა საბოლოო კი, რა თქმა უნდა. სამოქალაქო სექტორის მიერ დემოკრატიული კონტროლის თუ დახმარების თუ ოპერაციის მხრივაც რაც აბსოლუტურად. ეს რა თქმა უნდა ესეთი თანამშრომლობა, ესეთი გახსნილობა არის ერთ მხრივ ხელშეწყობა იმის რის გაკეთება, მეორე მხრივ საზოგადოებრივი კონტროლის ერთ-ერთი ფორმაა რა, ხო, ესე იგი რაღაცნაირად შენ თვალწინ ხდებოდა არაფერი რაც უნდობლობა, ანუ იქ რაღაც ეჭვირო რა ხდება იქ ალბათ რაღაც საშინელი ელემენტები ხდება, ესენი ქრება. უცხოეთში ორივე მხარეს, რომ ერთ საზოგადოების მეორე თავდაცვის სამინისტროს მხრიდან. და ესე იგი, იმიტომ რომ ეს ხალხი რეგულარულად ერთმანეთის თვალწინ არის, კარგად საქმის კურსშენ ერთმანეთს აზრებს და ამიტომ თუ რამე ხდება ეს ყველაფერი დასანახი ერთმანეთის. ეს კონფერენციები გაგრძელდა 11-12 კონფერენცია ჩატარდა, თანდათან გაიზარდა თუ პირველად გუდაურში იყო სულ სადღაც 50 კაცამდე. ეს კაი დიდი კონფერენცია იყო იმ დროისთვის. საბოლოო ჯამში რაოდენობა ავიდა სადღაც 200-250 კაცი. მე გადაინაცვლა ამ ორგანიზაციამ ბათუმში, მე ჩატარდა თბილისში, მე ჩატარდა ბათუმში და აი ბათუმში რაღაცნაირად ბოლო კონფერენციები ბათუმში ტარდებოდა. და უკვე ისეთი ღონისძიებად გადაიქცა, ისეთი პლატფორმად გადაიქცა, სადაც ერთ მხრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, მეორე მხრივ ჩვენი უცხოელი პარტნიორები ელოდებოდნენ თავდაცვის სამინისტრო, ესე იგი, როდის მოხდებოდა ეს, როდის შეხვდებოდა ეს ხალხი ერთმანეთს დაილაპარაკებდნენ, მოусმენდნენ, ჩამოდიოდნენ უცხოელი ექსპერტები, მათ შორის, ესე იგი, აკადემიური წრის წარმომადგენლები, სადაც შეიძლება იქ არა მხოლოდ ლოკალური მომხსენებლები იყვნენ, არა გლობალურ პროცესებზე, რა მომხსენებები კეთდებოდა. პირდაპირ იქონდა მაგალითად აი მაგალითად როდესაც გადაწყდა როდესაც დაისვა საკითხი როგორ იქნეს ორგანიზებული რეზერვის სისტემა რა უნდა უკრათ გვარდიას ეროვნული გვარდია იყო მაშინ ეს გადავიდეს რომელ დაქვემდებარებაში ასე ესე იგი სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ყვებოდნენ თავიანთ გამოცდილებას ესე იგი ნატოში არის რა თქმა უნდა ერთიანი სტანდარტი მაგრამ ეს არნიშნავს რომ ყველას ერთნაირად აქვთ მოწყობილი თავისი თავდაცვის სისტემა ან მაგალითად როდესაც ხდება იმისი შტაბში სამოქალაქო და სამხედრო ნაწილის გაყოფა ჩვენთან იყო გამიჯნული კარგად გაიმიჯნა სხვა შორის ერთ მხრივ იყო ესე იგი სამხედროები ხოლო მეორე მხრივ სამინისტროს ხალხი ანუ სამოქალაქო პირები რომლებიც ანუ სამინისტროს საქმიანობაში იყვნენ ჩართულები
მაგრამ აღმოჩნდა მაგალითად იყო ერთ-ერთი კანადელის მოხსენება, რომელმაც თქვა, რომ მათაც ეგრე ქონდათ, მაგრამ მე ადრინდ და ეს რაღაცნაირად შეაერთეს ესე იგი. ამიტომ თვითონ განყოფილებები იყო ესეთი შერეული, ერთ მხრივ სამოქალაქო პერსონალი ხო მეორე მხრივ სამხედროები. ასე რომ ეს იყო რაღაცნაირად ძალიან სასარგებლო პლატფორმა ამ აზრების გაცვლის და ცოდნის შეძენისთვის. იმიტომ პირდაპირ წვდომა ჰქონდა იმ ხალხთან, ვინც თავიანთ ქვეყნებში ამ რეფორმებს აკეთებდა. ეს მეორე ესე იგი საქმიანობა, რომელშიც ჩართული იყო ჩვენი ორგანიზაცია. აი ესე დავიწყეთ, გამიგზავნა პასუხი, მაგრამ აი ესე დავიწყეთ და ესე გრძელდებოდა 2-5-ში დავიწყეთ, ხო. ნუ 11 წლამდე დაახლოებით მე უკვე დავრეგისტრირდით როგორც ორგანიზაცია და ჩვენი ფოკუსიც მე არ ვიტყვი რომ შეიცვალა ეს დარჩა უბრალოდ გაფართოვდა და ჩვენ ასევე დავინტერესდით ბირთვული უსაფრთხოების თემებით, ასევე სტრატეგიული საქონლით, სტრატეგიული პროდუქტის მიმოქცევით, ანუ უпроსად სტრატეგიული იმპორტ-ექსპორტის საკითხებით. ეს აი რესურსული სანქციების საკითხი, აი ხშირ ესე წავედ არის და სანქციების საკითხი, ჩვენ რეგიონში ერთადერთი ირანს ეხებოდა ეს სანქციები და მაგალითად აი ეს პროდუქტი, რომელიც თქვა შეიძლება ირანში გასულიყო პოტენციურად, ყოფილიყო კონტროლის ქვეშ, მაგრამ კონტროლის ქვეშ რო ყოფილიყო ამ ჩვენს უწყებებს ჰქონდათ შესაბამისი ცოდნა რა უნდა იყოს კონტროლის ქვეშ, რა არ უნდა იყოს კონტროლის ქვეშ და ისია პროდუქტების ქართული სია და მაგალითად ევროკავშირს თავისი სია შეერთებულ შტატებს თავისია, მაგრამ რაღაცნაირად ჰარმონიზაცია უნდა მოხდეს ხოლმე ამ სიების, რომ იმ ქვეყნების შორის, რომლებიც თავს თვლიან პარტნიორებად და ამ შემთხვევაში აი ჩვენ ასევე ჩართულები ვიყავით ამ სიების ჰარმონიზაციის საკითხში, რეკომენდაციების გამომუშავებაში, უფრო ტექნიკურ საკითხებში, ჩვენ გადაწყვეტილებას არ ვიღებთ. ჩვენი ორგანიზაციის მთავარი ამოცანა არის ესე დახმარება სამთავრობო სტრუქტურების, რათა იმათ ეფექტურად გააკეთოს თავის საქმეები. ეხლა მე ეს ამოცანა თანდათან შეიცვალა თავიდან როგორც გითხარით ჩვენ ამოვიზარდეთ ამ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებიდან და ვიყავით როგორც ხოლგა ორგანიზაცია, უბრალოდ მაორგანიზებელი ძალა მათი დიალოგისთვის თავდაცვის სამინისტროსთან, მაგრამ მე უფრო ტრანსფორმი და ორგანიზაცია როგორც think tank, იმიტომ რომ სხვა შორის ბევრმა ორგანიზაციამ მას მერე რაც ფიზიკური ძალადობის ფაქტები არმიის შიგნით განხრა, რაღაც ინტერესის დაკარგა შეხვედრების და უკვე დარჩა გამოვიდნენ გააქტიურდნენ უფრო სხვა ტიპის ორგანიზაციები, ანუ ის ორგანიზაციები, რომელსაც თავდაცვასთან და უსაფრთხოებასთან აქვთ თავდაცვა და უსაფრთხოების თემები აინტერესებს. მაგალითად, იქ მათ შორის საგარეო პოლიტიკის საკითხები. და უფრო პროფესიონალიზაციისგან წავიდა ჩვენი ორგანიზაცია. ეს უკვე აი იწყება მას მე რაც ჩვენ თავრეგისტრირდით როგორც ფორმალური ორგანიზაცია და ესე იგი გარდა იმისა რომ ჩართულები ვიყავით ისე დიალოგში რომელიც ის უკვე ისეთი ინტენსივობით არ მიმდინარეობდა როგორც ადრე მაგრამ ჩართულები ვიყავით ესე იგი ასევე სხვა ტიპის საქმიანობებში აი როგორც არის უფრო კონკრეტული რჩევები და ძირითადად ჩვენ ორგანიზაციას დაფუძნდა რჩევები და დახმარება რომელსაც უზრუნველყოფდა ჩვენი ორგანიზაცია რა და ხო ირაკლი შენ კი ახსენე მაგრამ უფრო ცვლად მინდა ხო ერთ-ერთი მიმართულება არის სწორედ აი ხელბორობა ანუ ბირთვული ქიმიური რადიაციული ნივთიერებების საფრთხეებთან გამკლავება რეკომენდაციების მიცემა და მეც მახსოვს რომ სულაც ძალიან სერიოზული ყამერი იყო პრინციპში და ბევრი მიუხედავად იმისა რომ ფიზიკოსები და ძალიან აკადემიური წრეების წარმომადგენლები ძალიან სერიოზული სპეციალისტები ყავდა ჩვენ შევეჭეხეთ ანუ საქართველოს შეეჭეხა აი ამ საფრთხეებს პირისპირ ხო ანუ ვილოს ინციდენტი მე სვანეთში იყო ინციდენტები და აი აქ რას მოიცავს საბჭოს საქმიანობა რა მიმართულებით მუშაობს ის სახელმწიფო ინსტიტუციებთან
ესე იგი, კითხვა, რომელიც თავით ბევრს უჩნდებოდა ისა, რომ საქართველოს არ არის ბირთვული ქვეყანა, ანუ არ გვაქვს ბირთვული იარაღი, არ გვაქვს ბირთვული ობიექტები, მაგალითად ინდუსტრიული ბირთვული ობიექტები, მაგალითად ბირთვული რეაქტორები, რომელიც ელექტროენერგიას იძლევა იმ ქვეყნისთვის და ასე შემდეგ. რაში ჭირდება მას საქართველოს ესე იგი ამ დარგის განვითარება, ბირთვული პოლიტიკის გამომუშავება. ესე იგი, საქმე ის არის, რომ ესე იგი, გარდა სამხედრო ბირთვული იარაღისა, გარდა ბირთვული რეაქტორებისა, რომელიც ეკონომიკის ენერგიის წყაროა, ესე იგი, ბირთვული და რადიაციული მასალები, პროდუქცია გამოიყენება ბევრ სხვა სფეროში, მაგალითად მედიცინაში, ხო? აი, როდესაც ატარებენ რა ქვია, MRT, ხო, ეს კომპიუტერული ტომოგრამა და ასე შემდეგ, შეყავთ რაღაც კონტრასტული ხსნარი. ეს ყველაფერი არის რაღაც გამოსხივება, რენტგენი თუნდაც გამოსხივებასთან დაკავშირებული და აქ უნდა ეს ცოდნა საჭირო, მაგრამ ეს არის ძალიან ვიწრო და მე ეს მასალები იმის გადაყრა არ შეიძლება, იმიტომ რომ ეს გარემოს დააბიძურებს. აქაც გარკვეული ცოდნა და მოპყრობის კულტურა არის საჭირო. ამიტომ აქაც შეიძლება ის გამოცდილება, რომელიც სხვა ქვეყნებს აქვს და არიან წასულები ამ ხრივ. მაგრამ ეს მარტო ეს არ არის, რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე მნიშვნელოვანია ბირთვული უსაფრთხოება გლობალური თვალსაზრისით. აი, თუნდაც ბირთვული, ესე იგი, კატასტროფის თავიდან აცილების თვალსაზრისით. რატო? საქართველოს კი არ აქვს ბირთვული იარაღი, მაგრამ საქართველოს არის ისეთი ქვეყანა, რომელიც გარშემორტყმულია ქვეყნებით, რომელსაც აქვს ბირთვული იარაღი, ბირთვული რეაქტორები, მაგალითად, რუსეთში არის სადღაც მგონი დღეს 6000 ბირთვული ქობინი, ხო? შემდეგ არის უამრავი ბირთვული რეაქტორი, უკრაინაშია ბირთვული რეაქტორები, ესე იგი 16 თუ 15 დარჩა, მე მგონი 16 იყო და ერთ-ერთი ჩერნობილის შემდეგ 15 დარჩა. ასევე თურქეთი აშენებს ბირთვულ რეაქტორს, ირანი ხო, ესე იგი, ცნობილია რომ უნდა რომ ეს ბირთვული იარაღი კონდეს, პლუს ბირთვული იარაღის შექმნისთვის რეაქტორი ერთ-ერთი ნაბიჯია, ესე იგი, ერთი საქმიანობა არის ეს გამდიდრება მადანის თუ მასალის, რომ მან მიიღოს ბირთვული იარაღისთვის საჭირო ფისებები. პლუტონიუმი მიიღონ, რომელსაც დაამზადა ბირთვული იარაღი. ანუ გარშემო ჩვენს გარშემო ქვეყანა, ესე იგი არის ჩართული. და ეხლა იქ თუ რამე კატასტროფა მოხდა, ბირთვულმა იარაღმა საზღვრები ეს თუ გარემოს დაფინძურება, საზღვრები არ იცის, ეს არ ცნობ. ჩერნობილის ხო? იქ თუ ავიდეს ბირთვული მტვერი, ღრუბელი, ისე გადალახოს საქართველოსაც შეეხება. ამიტომ საქართველოს უნდა ქონდეს გამომუშავებული ჯერთი დაცვის თავდაცვის მექანიზმებს უნდა ქონდეს ესე გარკვეული წარმოდგენა, მაგრამ გარდა ამისა მას უნდა ქონდეს გარკვეული პოლიტიკური მიდგომები ამ ხრივ. ანუ გაეროში კენჭის ყრის დროს, სხვა საერთაშორისო ორგანიზმებმა მან უნდა გაატაროს გარკვეული პოლიტიკა, რომელიც იმ რისკებს შეამცირებს, რომელიც შეიძლება ამ ქვეყნებიდან მოდიოდეს საქართველოსთვისაც. იქ თუ კატასტროფა მოხდა შენ რა ესე იგი შენ ეს არ გაწყობს, იმიტომ რომ იქ დაზიანდება არა მარტო ის ქვეყანა, რომელსაც კატასტროფა მოხდა, გარშემო ქვეყნები. ამიტომ ესე იგი ეს არის თავარი, მე ვიტყოდი, მიზეზი თუ რატო უნდა ქონდეს ყველა ქვეყანა თავისი ბირთვული პოლიტიკა და რატო უნდა იყოს ამ ხრივ ბირთვულ საფრთხეებზე ცოდნა საზოგადოებაში. აი ჩვენი ორგანიზაცია სწორედ ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ამის კეთება დაიწყო. პირველი რაღაც ნაბიჯი ამ ხრივ იყო ის, რომ გამოვეცით წიგნი საქართველოს ბირთვული წარსული, უფლად ბირთვული ოდისეა ეს დავარქვით, ანუ მოგზაურობა საქართველოს ბირთვულ წარსულში, რომელიც საკმაოდ საინტერესოა, იმიტომ რომ საქართველოში იყო საკმაოდ ძლიერი ფიზიკის ინსტიტუტი, რომელსაც ჰქონდა თავისი ექსპერიმენტული ბირთვული რეაქტორი მცხეთაში, ეს ბევრმა იცის, დღეს შენობა არის დარჩენილი. თვითონ ეს ბირთვული რეაქტორი, ეს ქვამბი, ეს აღარ ფუნქციონირებს, მაგრამ ის შეიცავს კომპონენტებს, რომელიც დღესაც საშიშია გარემოსთვის. ანუ მისი დაშლა კიდე არის ძვირი. თვითონ
ბირთვული საწვავი საქართველოში აღარ არის როგორც ასეთი, ის გატანილია და ნუ უпросто თავიდან საფრთხე წესია რომ ბირთვული საწვავი უნდა დაბრუნდეს იმ ქვეყანაში, საიდანაც ის წამოვიდა, ამ შემთხვევაში რუსეთში უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ მაშინ ეს 90-იანი წლებია, რუსეთმა რაც უარი თქვა და მოკლედ ამერიკელებმა გაიტანეს და დაფლეს ეს საბუდო ჯამში ბრიტანეთში, შოტლანდიაში თუ არ ვწდები, სწორედ მახსოვს, ბირთვულ სანახში ეს უბრალოდ ეხლა მიწა შეიძლება ერთ ჩაფლა ის სპეციალურად მოწყობილი სანახი უნდა იყოს, რომ ესე იგი მან არ გაჟონოს ბუნებაში. მოკლედ აღმოჩნდა რომ აი ბევრი საინტერესო ეხლა ახსენე ასევე кейსები, სადაც იყო ბირთვული რადიაციული ელემენტები დარჩენილი მას მერე რაც რუსეთის არმია გავიდა და იქ ჩქარავენ ნორმალურად. მაშინ ასე ყველაფერი ნორმალურადაა. ვიწყებთ, ირაკლი გამარჯობა. გამარჯობა. მადლობა შენი დროისთვის და დავიწყოთ პირველ რიგში საბჭოს შესახებ მოგვიწევი, რას წარმოადგენს საბჭო, რამდენი წელია რაც არსებობს და რა მიმართულებებზე მუშაობს ის. საბჭო დღეს არის დაფუძნებული ფორმალურად რეგისტრირებული ორგანიზაცია, სტატუსია ეს არის არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი, ანუ NGO, როგორც ეძახიან, არასამთავრობო ორგანიზაცია. და მაგრამ უფრო ადრე ეს იყო როგორც პროექტი. ესე იგი ჯერ მას არ ქონდა ფორმალურად შეძენილი არანაირი ორგანიზაციული სტატუსი. აი ეს იწყება როგორც პროექტი, ეს ჩვენი ორგანიზაცია იწყება 2005 წელს. და მაშინ თავარი ფუნქცია მისი იყო ესე იგი დიალოგის ხელშეწყობა ერთის მხრივ არასამთავრობო ორგანიზაციები, ხოლო მეორეს მხრივ თავდაცვის სამინისტრო. ეს ის პერიოდია, როდესაც ჯარში, შეიარაღებულ ძალებში იყო ძალიან ბევრი ფაქტი ფიზიკური ძალადობის და ადამიანის უფლებების სხვა უფლებების დარღვევისა. ასევე გარდა ამისა იყო აბსოლუტურად ჩატეხილი ხილი ილიას. თუ იტყვიან საზოგადოებას, ხოლო მეორეს მხრივ თავდაცვის სამინისტროს შორის, ანუ იყო რაღაცნაირი უნდობლობა ამ ხალხსა და უწყებას შორის. აი ჩვენი ორგანიზაციის ძალისხმევა სწორედ მიმართული იყო იქითკენ, რომ შემდგარიყო დიალოგი, უკეთ გაეცნოთ ერთმანეთი და რაღაც ერთობლი და რაღაცნაირი ძალისხმევა მოდებულიყო იმისკენ, რომ ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევები მინიმუმზე დაყვანილიყო ან გამქრალიყო საერთოდ. მე არ მინდა თქვა, რომ ჩვენი ორგანიზაცია იყო ერთადერთი იმ აზრით, რომ ჩვენი ორგანიზაციის დამსახურება ის, რომ ქართულ ჯარში თან გაქრა, ესე იგი ფიზიკური ძალადობა, მაგრამ ეს მოხდა და ჩვენ სწორედ აი პარალელურად მუშაობთ. ანუ ჩვენი ორგანიზაციასაც ჰქონდა ამაში შენადარი. ეხლა რაც ჩემ თვალწინ მოხდა, ჩვენი ორგანიზაციის შეკრებებზე, ეს როგორ ხდებოდა, რომ კვირაში ერთხელ ერთ მხრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ხოლო მეორე მხრივ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები იკრიბებოდნენ და მიდიოდა დიალოგი მათ შორის Chatham House-ის ფორმატში, ანუ ეს ამის რეპორტირება მედიაში, გაშუქება და რაღაც პრომოუთინგი არ ხდებოდა. ამიტომ ეს ურთიერთობა იყო უფრო თავისუფალი, სწორედ ამ მისგან რაღაც ფორმისგან ვალდებულების უფრო უშუალო. და ეს ჩემ თვალწინ ხდებოდა მეთქი, ასე დავასრულებ ამას. ხდებოდა ის, რომ დაინახეს ერთის მხრივ თავდაცვის სამინისტროს მხრიდან, ხოლო მეორეს მხრივ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან, რომ იქ ადამიანები არიან, იმათაც ისევე შესტივადგული ქართული ჯარის მომავალზე, მის მდგომარეობაზე, როგორც მეორე მხარეს. და ესე იგი უკვე რაღაც მომენტში ერთმანეთის მტრებად კი არ აღიქვამდნენ თავის ესე იგი მოწინააღმდეგე მხარეს, ანუ დისკუსიაში ჩართულ მხარეს, არამედ როგორც პარტნიორს, როგორც ადამიანს, რომელსაც შეიძლება რაღაც რეკომენდაცია მიაწოდო, მეორე მხრივ ის თავის მხრივ
ცდილობს შენ აგიხსნას თუ რა მიზეზებთან არის დაკავშირებული, რა პრობლემებთან არის დაკავშირებული, ამათ ესა თუ ის რეფორმა თავდაცვის სამინისტროში. ეს შეხვედრები გრძელდებოდა კაი რამდენიმე წელიწადი რა და აბსოლუტურად რეგულარული სახე ჰქონდა ფაქტობრივად მოხდა ამ შეხვედრების ინსტიტუციონალიზაცია. და ეს პირველი ნაბიჯები ამ ორგანიზაციათა შეხვედრები მხარდაჭერილი იყო და ფინანსირდებოდა სოროსის ფონდის. მე მახსოვს სოროსის ფონდში გამართული ესეფედრები, როდესაც მოდიოდნენ და მართლა ეს ჩატეხილი ხიდის აშენების გამთლიანების მცდელობები იყო. აი, ესე მოხდა თანდათან დიალოგის ესე იგი აწყობა ამ ესე იგი ჩვენი საზოგადოების შიგნით არის. და შემდეგ ეს ყველაფერი თვითონ თავდაცვის სამინისტრომ წაიღო, ხო ის გახდა ამ შეხვედრების ორგანიზატორი. ეს უკვე გვიან, მაგრამ ესე იგი სხვა შორის რაც შეეხება წაღებს ამ პატრონაჟს რაღაცა, ესე იგი ეს პირი ჩვენ ეს გვიხარია თუ თავდაცვის სამინისტრო ან ოფიციალური უწყება რომლისთვისაც ჩვენ ამას ვაკეთებთ და მეორე მხრივ საზოგადოების ვიღაცა მოკიდებს ხელს და ფინანსირდება არა რაღაცა ხა როგორც ამბობენ გარედან არამედ ქვეყანა თვითონ აფინანსებს ასეთ რაღაცებს. ეხლა ეს იყო ერთი საქმიანობა. მას მე რაც ამ რაღაც ნაყოფი გამოიღო და აღმოჩნდა რომ ესე იგი შეიძლება თანამშრომლობა მოგმართა აშენებელმა უშუალოების საბჭომ და უშუალოების საბჭო იმ დროს ჩართული იყო ქვეყნის უსაფრთხოების კონცეფციის მომზადებაში. პირველად ხდებოდა მეორედ ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ შეკრებილი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის სახით მან დაინახა ადამიანები, რომლებსაც შეუულიათ მათ მიაწოდონ საქმიანი შენიშვნები, რაც მათ მიეხმარებათ დოკუმენტის შემდგომ დახვეწაში. მათ გამოგვიგზავნეს ესე იგი ეს დრაფტი, ანუ რა ჩავი ვარიანტი ამ დოკუმენტის, ეს ღია დოკუმენტია, რომელიც ესე იგი დევს ხოლმე უწყების საიტზე, ასე რომ აქ პრობლემა არ არის. ანუ ის დოკუმენტები საიდუმლოებას ეხება, რა თქმა უნდა, ჩვენი საქმე არ იყო და არც ჰქონდა ამისი პრეტენზია, რომ რაღაც საიდუმლოს საქმეებში ყოფილიყავთ ჩართული. ესეთი თავის საწვარი ჩვენ არ გვჭირდება. და ესე იგი ჩვენ ეს დრაფტი დაუგზავნეთ ამ ორგანიზაციებს, იმათ პატრიოტად კეთილსინდისიერად იმუშავეს, მოგვაწოდეს შენიშვნები, რა თქმა უნდა, ესე იგი აქ ზოგი შენიშვნა ერთმანეთს გამორიცხავდა, მაგალითად ერთი ორგანიზაცია რომ გახდა რომ ესე უნდა გაგოს მეორე იმის საწინააღმდეგოს, მაგრამ თავარია რომ აქ იყო ესე იგი ამ ხალხმა იმუშავა, რაღაცნაირად აქ ამ შენიშვნებში აისახა ეს საზოგადოებრივი აზრი, რომელიც თქვა შეიძლება ყოფილიყო სამომავლოდ ამ დოკუმენტთან დაკავშირებით და შემდეგ უკვე უშუალოების საბჭომ იმათმა სარედაქციო ჯგუფმა ესე მოახდინა დახვეწა დოკუმენტები ამ ჩვენი შენიშვნების საფუძველზე. ნუ ჩვენ ერთ-ერთი ალბათ სხვებსაც ეკითხებოდნენ რაღაც საერთაშორისო პარტნიორებს, მაგრამ ნუ ჩვენ ერთ-ერთი ჯგუფი თუ მხარე ვიყავით, რომელიც ჩართული იყო ამ დოკუმენტის მომზადებაში. მე შემიძლია ვთქვა, რომ ესე იგი ყველა შენიშვნა არა, მაგრამ ნახევარზე მეტი, ნუ 60 საქართველოსთვის და აქ იყო ჩართულები ფიზიკის ინსტიტუტის მკვლევარები და იმათ მოამზადეს პატარა ბროშურები გამოვეცით, ძალიან საინტერესო კვლევა ამ მაგალითად ერთი მახსოვს ერთ-ერთი ელემენტი, რომელიც რა ჰაერის რა ნაკადები გადაუვლის საქართველოს. ესე იგი ეს რატო მნიშვნელოვანი, რომ თუ მაგალითად საჰარი რაღაც სეზონში გაზაფხულზე საჰარიდან მოაქვს ესე იგი მტვერი თურმე ამ ჰაერის მაღალ სიმაღლეზე ამ ჰაერის ნაკადს, რომელიც გადაუვლის საქართველოს და მე კავკასიონის ქედზე ილექება. ეს მტვერი შეიძლება ესე იგი შენიშვნული ექნება ხალხს, იმიტომ რომ ყვითელი მტვერი ედება ხოლმე მანქანებს მაგალითად, რა ვიცი, თუ შეიძლება გახსოვს კიდევ ეგეთი რამ. სხვა ინტენსივობით ხდება ხანდახან ეს შეუმჩნეველია, მაგრამ ხანდახან ყოფილა, როდესაც ძალიან ესე იგი კაი სქელი ყვითელი ფერით იფარება ეს ყველაფერი, მაგრამ ესე იგი ეს თბილისში და საერთოდ ისე კავკასიონზე ილექება. ეხლა თუ იქ სადღაც, აი მაგალითად აფრიკასთან და ესე ახლო აღმოსავლეთში მოხდა რაღაც ბირთვული კონფლიქტი.
ამან და ეს დაემთხვა იმ ქარების სეზონს ეს ამან შეიძლება მე ეს რთული ესე იგი ნაკადი წამოიყო საქართველოში და უпроსოდ მარტო საქართველოში არა გადაულის ეხ თურქეთსაც გადაულის და სხვა ქვეყნებს ან მაგალითად სომხეთის რეაქტორზე თუ მოხდა რაიმე ინციდენტი ესე იგი ეს ძალიან დიდი კატასტროფა იქნება ჩვენთვისაც არა მარტო სომხებისთვის იმიტომ რომ ამან შეიძლება მე ამ დიდი ალბათობით ეს ბირთვული რადიაციული ღრუბელი დაფარავს საქართველოსაც და ასე შემდეგ. ამიტომ აი ესეთი პოტენციური საფრთხეები არის იყო მიმოხილული ამ ბროშურაში. ეს ორი. ასევე განათლებას ხოჩუ უფრო მეტი აქვს საქმიანობა უკავშირდება ჩვენი, მაგალითად ჟურნალისტების აი რომ ახსენე რომ არ წარმოდგენა არ ქონდათ აი რა არის ბირთვული აი ასევე ჟურნალისტების ვაკეთებთ ხოლმე ტრეინინგებს და სადაც ჩამოყავს როგორც ქართველი სპეციალისტები, ფიზიკოსები, ისე უცხოელები კითხულობენ ლექციას მათთვის. მაგალითად ორი ამერიკელი ყავდა, ეს кайხნის იყო, მაგრამ სამბეჭდავი იყო მათი ლექციები. ერთი იყო სოციალ ჟურნალისტი, რომელიც ამ ბირთვულ საკითხებზე ფოკუსირებული, მეორე ფიზიკოსი, რომელიც ბირთვული იარაღის დამცველობაში თვითონ იყო ჩართული ახალგაზრდობაში და ისინი თავის გამოცდილებას და მე გახდნენ გაეროს ექსპერტები. აი ისინი ყოფილან თავის გამოცდილებას ძალიან საინტერესო ლექციები იყო, ისე რომ აი მაგალითად ეს კიდე ერთ-ერთი საქმიანობა. ირაკლი, ჩვენ ძალიან ბევრს ვისაუბრებთ და ეს მოდი ასე ვთქვათ, ეს არის ერთ-ერთი ეს ინტერვიუ, რა თქმა უნდა, იმ სერიიდან, რომელიც გაგრძელდება. აი აქ მინდა ბოლოსკენ წავიყვანო ჩვენი საუბარი და ვკითხო აუცილებლად თვითონ საბჭოს როლზე, საბჭოს პოზიციაზე, შენს ხედვაზე, როგორ გარემოში ვართ ჩვენ უსაფრთხოების ქვეშ. ჩვენ საუბარი ის დავიწყეთ, რომ საბჭომ რაც გააკეთა ავტონომიურად სახელმწიფო ინსტიტუტებთან თავდაცვის საკონფერენციო მსგავს კონფერენცია გააკეთა. ეს ერთი ეს ერთი საკითხი. მეორე საკითხი არის აი თვითონ რა ვითარებაში აღმოჩნდით ეს ზოგადად ჩვენ უსაფრთხოების გარემოში როგორში ვართ. ესე იგი ჩვენი ორგანიზაცია რაც პოლიტიკურ ანალიზს ან პოლიტიკურ მიმოხილვას არ აკეთებს. ესე იგი ეს არ არის ჩვენი რეგულარული საქმიანობის შემადგენელი ნაწილი, რომელიც თქვა რაღაცა პროექტის ნაწილი და ასე შემდეგ. მაგალითად განსხვავებით სხვა NGO-ებისგან, რომლებიც უფრო მეტად არიან კონცენტრირებული პოლიტიკაზე, ანალიზზე, განსაკუთრებით შიდა პოლიტიკაზე, იქ თქვა არჩევნებს და ასე შემდეგ. ჩვენ უფრო ესე მაგალითად პროექტის დაწერისას როგორ ვიქცევით, ანუ ვადგენთ საჭიროებებს, აი მაგალითად თავდაცვის სამინისტროსთან, ხო? გვაქვს ახლა მიმდინარე რამდენიმე პროექტია, ეს ერთია ახალწეულების უფლებებს შეეხება, ანუ რამდენად არიან გარკვეულები თავიანთ უფლებებში და მომზადებულები თეორიული ეს წოდნით სამხრეთ. მეორე ფსიქიურ ჯანმრთელობას შეეხება. ასევე გვაქვს კიდე ერთი პროექტი, რომელიც ქალების გაძლიერებას თვითონ ეგეთ უწყებებში, იმიტომ რომ ეს ამის რაც უფრო კარგად არის ბალანსი დაცული, რაც უფრო კარგად არის ჩართული ჩვენი საზოგადოების ყველა წარმომადგენელი, ქალები არის ნახევარი ჩვენი საზოგადოების, ხო? ამით უფრო ეფექტურად მუშაობს საზოგადოება და მათ შორის უწყებებდა მათ შორის თავდაცვის სამინისტრო, ანუ ეს თავდაცვაც არ არის მხოლოდ ექსკლუზიურად კაცების საქმე. მით უმეტეს თანამედროვე ცხოვრებაში. ეს პროექტები ესე კი არა რომ ახლა ჩვენ რაღაც მოვიფიქრეთ და მივედით თავდაცვას და ეს უთხარით რომ მოდი ეს გავხსენეთ პირი მათი ინტერესებზე ესე იგი მათი საჭიროებებიდან გამომდინარე დავწერეთ ჩვენ ეს პროექტი. მათი ინტერესი იყო ეს რომ დაგვეწერა. და შემდეგ უკვე დონორი, ესე იგი, რომელიც დაინტერესებულია საქართველოს განვითარებით, ის აფინანსებს ამ პროექტს. აი ესე ხდება. ანუ ჩვენთან ახლა შეიცვალა ეს რაღაც წარმოდგენა, რომ თუ ფული მოდის დონორი ესე იგი მისი ინტერესი აქვს, იქით მისი ინტერესი მხოლოდ ის არის, რომ ქვეყანა განვითარდეს და შენი და ქვეყნის განვითარების ისინი თვლიან, რომ აი ეს
თავდაცვის ან რომელიღაც სხვა უწყება უნდა გამოკვეთოს თავის ინტერესი და ის დაეხმარება რასაც ის ჩათვლის რომ საჭიროა დახმარება იმაში დაეხმარება. და ეს სხვა შორის ეს მარტო საქართველოს არ შეეხება ხა სხვა ქვეყნებშიც კონფერენციები, აი ეგეთი რაღაც კვლევითი ურთიერთგაცვლა იმებს ეს არის სწორედ აკადემიური და არასამთავრობო ორგანიზაციების think tank-ები აკეთებენ ამას და ჩვენთან ესეთი პროცესი მიდიოდა. აი მე ამიტომ მემწვი რომ ეს მაინც რაღაცა ეს დროებითი ის არის ხა ვერ გაგცელდება რომ იქ რაღაც სტერილურად არსებობდეს ეს სტრუქტურები შეუძლებელია. რა ვიცი მე ეს მგონია თუ გადაერთვებოდა თავდაცვის დეპარტამენტში კონფერენციებს და მაშინ ეს უკვე თავდაცვა აღარ იქნება ეს იქნება ნუ რაღაც სხვა NGO ან აკადემია უნივერსიტეტი რა. მოკლედ ეს რაც შეეხება შიდა ვითარება, ამიტომ ჩვენ არ განვიხილავთ თავს იმათ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებს ჩვენ განვიხილავთ ჩვენ თავს როგორც კვლევით ცენტრს, რომელიც ეხმარება ჩვენს თუ აქვს ეგეთი ინტერესი თუ არ აქვს ძალით ჩვენ ვერ დავეხმარებთ რა. და ხო ეს რაც შეეხება შიდა პოლიტიკას, ანუ მთელი ჩვენი პოლიტიკური ხედვა თუ მიმოხილვა ამას დაიყვანება, რომ ჩვენი საქმე აქ როგორ დავგეგმოთ უკეთესად. ანუ სხვა ჭკუა ვასწავლოთ, რომ ეს ასე არ არის, რაღაც დემოკრატია ეს აქამდე ჩვენ არ მივდიოთ, ჩვენ გვაქვს ძალიან სპეციფიური კონკრეტული ამოცანები, აი როგორ ჩამოგიცვალეთ ვთქვათ, ხალხოულები, ნუ ეხლა რა პროექტებიც გვაქვს. შემდეგ ქალები ეს რა ქვია ფსიქიკური ჯანმრთელობის, ანუ მაგალითად აი სუიციდის პრევენცია, რომელიც არის სერიოზული პრობლემა მარტო საქართველოს არა, საერთოდ ეგეთ უწყებებში, სადაც ესე იგი ეს ტრამპები, ფსიქიკური ტრამპები არის ძალიან ძლიერი, მათ შორის ეს შეიარაღებულ ძალებში რომელიც ჩართულია თან აქტიური მოქმედებებში როგორც არის ჩართული. ან ასევე იგივე ითქმის ახლა მე თავდაცვის სამინისტროს ვილაპარაკე, მაგრამ იგივე ითქმის სხვა უწყებებზე, რომელიც აი სხვა მიმართულებებზე, რომელიც ჩვენ ვარ ჩართული, მაგალითად სტრატეგიული პროდუქციის ექსპორტის და იმპორტის კონტროლი და ასე შემდეგ. ეს არის უსაფრთხოების საკითხი, მაგრამ ჩვენ რამე ექსკლუზიური ხედვა კი არა ვაუშვი, რომ ესე უნდა იყოს უბრალოდ მაგალითად ჰარმონიზაცია, რომელიც ვახსენე, ხო? ამ სტრატეგიული პროდუქციის სიის. ეს უბრალოდ ამოცანაა, ხა ის სახელმწიფოს ისე თავის საქმე საკმარისი მეტი აქვს, იმიტომ რომ იქ საბაჟოზე აკონტროლდეს ეს ყველაფერი და ის ვინც იმუშავებს იქ ტერმინოლოგიაზე, როგორ შესაბამისობაშია, ეგ ნუ ის არის კვლევითი ორგანიზაციის უნდა დაიქირავოს ანალიტიკური ჯგუფი. ჩვენ ვართ ესეთი, რომელიც აი მაგ ტექნიკურ საქმეს ვაკეთებთ, მე რა თქმა უნდა ეს ჩვენ იზოლირებულად კი არა შეკვეთა მოვიდა და ჩვენ მე იზოლირებულად არა ჩვენ მათი წარმომადგენლები, ლინგვისტები, ვიღაცები ერთად კრავთ ამ ჯგუფს და ერთად მუშაობენ ყველანი ამ საკითხზე და ესე მუშაობთ. ეხლა რაც შეეხება საერთაშორისო ვითარებას, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ სპეციფიური პროექტი არ აქვს, მაგრამ რა თქმა უნდა ძალიან ესე იგი ვფიქრობთ ამაზე და გვაწყუხებს ეს ომი უკრაინაში და ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს აი სწორედ ბირთვულ ობიექტებთან დაკავშირებულ ინფორმაციას. ნუ ახლა ჩვენ იქ არაფერი არ შეგვიძლია, როდესაც ვკითხულობთ ყოველდღიურ რაღაც ინფორმაციას, აი უფრო მეტად ყურადღება გამახვილებული გვაქვს ამ ბირთვულ რეაქტორებთან დაკავშირებით, რა ხდება, ხო არ ხდება გააშრობა და ასე შემდეგ. და მე იმის ნუ რაღაც მომენტში გადავწყვიტეთ, რომ ახლა უბრალოდ პირადად რომ ვიკითხოთ და რაღაც სამშობლოში შევქმნით, მოდი ბარემ ეს ინფორმაცია ერთად შევკრათ და ახლა ამას კონსულტაციად წერთ და ჩვენ საიტზე ვაქვეყნებთ ხოლმე. ახლა ძალიან სპეციფიური ახლა ვერ შეიძლება არც აინტერესებდეს, მაგრამ ჯერ შეიძლება მართლა თუ რაღაც კატასტროფა მოხდა, მე კი დააინტერესებთ ალბათ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ რა ხან ისედაც ვკითხულობთ, ბარემ ესეთი
სახე მივცეთ, ბიულეტენის სახე მივეცით და რა ვიცი, უკვე 1 წელია რაღაცნაირად უშვებთ რა. რაღაც ორ კვირაში ერთხელ ხან თვეში ერთხელ. სხვადასხვა რაოდენობის ინფორმაცია სხვადასხვა დროს, ამიტომ ესეც რაღაცნაირად ჩვენს ინიციატივაზე დგას. ეხლა რაც შეეხება კიდე უფრო ფართედ თუ შევხედავთ, იმიტომ რომ უკრაინაში ხო მარტო უკრაინა და რუსეთის საქმე არ არის, მაგრამ ნახეთ რომ იქ ჩილეთ კორეამ გამოგზავნა იქ თავისი ცოცხალი ძალა რუსების დასახმარებლად, მეორე მხრივ ნატოს ქვეყნები ჩართულები არიან უკრაინის დახმარების საკითხებში. ირანი რაკეტებს ანუ ეს უკვე არის ესე იგი საერთაშორისო ჩართულობა. და აქაც მოკლედ აქ უკვე არაფერ არც ბიულეტენს უბრალოდ ესე იგი შტაბ-შტაბებს ვიღებთ ინფორმაციას ვკითხულობ და ეს შტაბ-შტაბი რაღაცნაირად მძიმე და დრამატული ჩემი აზრით, იმიტომ რომ სულ უფრო და უფრო ეს ბუნდოვანი ხდება ჩემი აზრით, ესე იგი ეს პერსპექტივა რა მოხდება. მით უმეტეს ამერიკის არჩევნების შემდეგ. იმიტომ რომ ესე იგი თუ წინა ადმინისტრაციის შემთხვევაში, ну, რაღაცნაირად ესენი ტრადიციულ ხასს მიყვებოდა წინა ადმინისტრაცია, იქ ნატო პარტნიორებთან ურთიერთობისგან, ანუ ევროპასთან კავშირების გამტკიცება, შეერთებული შტატების და ასე შემდეგ. ტრამპის პოზიცია რადიკალურად განსხვავებული, არ ვიცი ახლა რამდენად გადაიტანენ ამას პრაქტიკაში და რამდენად მოხდება ამის რეალიზაცია, ან რა ფორმებს მიიღებს პრაქტიკულად, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მუქარა სერიოზულია, რომ ტრამპს წარმოუდგენია სამოქალაქო ხელშეკრულება, წარმოუდგენია როგორც დაცვის სამსახური, რომელსაც შენ ფულს უხდით და მერე ის სამაგიეროდ შენ გიცავს რა. ნუ ესე არ არის, ესე იგი ეს საფრანგეთმა გერმანულ ფული კი არ უნდა გადაუხადოს შტატებს. არის რაღაც სამოკავშირეო ვალდებულებებზე დგას ეს ერთობა, ერთობლივ ინტერესებზე დგას ეს ერთობა. ამიტომ მაგალითად ამ კომერციალიზაციით თუ რაღაც ზოგი რეკეტსაც ადარებს, როცა ტრამპმა თქვა, რომ ესე იგი ხოლო თუ არ გადაიხდიან, მაშინ რუსებს ვეტყვით, რომ იმათ რაც უნდა გააკეთონ ეს უკვე რეკეტია, ხო? ამიტომ ზოგი რეკეტსაც ადარებს მიდგომას. აი არ ვიცი ეს რა შედეგს გამოიღებს, ანუ როგორ იქნება ნატოს პერსპექტივა ამ შემთხვევაში. ანუ დაიშლება, ну დაშლა არ მგონია, მაგრამ რაღაც დასუსტებს ეს კავშირები, რომელიც ხანდახან გარკვეულ ისტორიულ ეტაპებზე ხდება. ასევე ვხედავთ ნიშნებს, რომ ეს გარკვეულად ამან ევროპელებს უბიძგა, რომ იფიქრონ და მოგვითავიან ევროპული უსაფრთხოების სისტემის თუ კავშირის შექმნას და ასე შემდეგ. მოკლედ აქ ყველაფერი ჯერჯერობით ლოგიკური კითხვა არის, რითიც უნდა დავასრულო. ჩვენ სად მოვიაზრებით და ჩვენი ბუნდოვანი ხვალინდელი დღე როგორ გესახება? ხო, ეს გარკვეული აზრით ტრამპის მოსვლით ხელისუფლებში გამართლდა საქართველოს მთავრობის მოლოდინი, რომ იქ მოვა ტრამპი და რაღაც ჩვენ გვაქვს ერთიანი ღირებულება და ასე შემდეგ. ეს ამ ხრივ, ну რაღაცნაირად ესე იგი მოულოდნელობები არ არის, იმიტომ რომ ამ რასაც ელოდნენ ის გამართლა ყოველ შემთხვევაში მთავრობისთვის. მაგრამ მეორე მხრივ ტრამპისთვის აქ მე როგორც წარმომიდგენია მისი ფილოსოფიიდან გამომდინარე რა, ესე იგი აქ საქართველოს კი არ არის, იმის თავარია რუსეთი, ამიტომ მე ესეც საფრთხეს ვხედავ, რომ საქართველოსთვის განმაპირობებელი იქნება არა საქართველოს ამერიკასთან კავშირი, ესე იგი ამერიკის რუსეთთან კავშირი და რა უფლება, ესე იგი თუ ტრამპმა აასრულა ის, რასაც ამბობს, რომ ეს იყოს რუსეთის გავლენის სფერო, თუ ნუ რა როგორც არის რა, მოკლედ რუსეთი მის მნიშვნელოვანი პარტნიორები ვიდრე სხვა დანარჩენი, მაშინ ნუ რა ვიცი, მე მგონი ჩვენ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებით რა ამ შემთხვევაში. აი ვნახოთ, არ ვიცი, იმიტომ აქ ყველაფრის ესე იგი არაფრის ლაპარაკი დიდი სიზუსტით არ შეიძლება, იმიტომ ყველაფერზე ითქვას რაღაც ნახოთ როგორ იქნება. არავინ არ იცის ის რასაც ტრამპი ლაპარაკობს დღეს, ეს პრაქტიკაში რას გამოიწვევს რა, როგორ აქ
საერთო კონფიგურაცია უნდა შეიცვალოს მაშინ რა თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების და ლაგების იმის მაგალითად ახლა არის კიდე რაღაც წინააღმდეგობრივი მომენტები მაგალითად ტრამპი უპირობოდ და ეს რესპუბლიკელები უპირობოდ უჭერენ მხარს ისრაელს ისრაელი ითხოვს თუ რაღაც მოწადინებულია რომ ნუ ირანიდან საერთოდ მოხსნას ერთხელ და სამუდამოდ ეს საფრთხე რომელიც ისრაელს ელოდება რაღაც ისრაელის სახელმწიფოს განადგურებით ნუ როგორც თავიანთი ინტერპრეტაცია და ირანელებიც ძლიერებენ ამ შთაბეჭდილებას ესე იგი ეს მოიხსნას მაგრამ მეორე მხრივ ესე იგი ირანი არის რუსეთს მეგობარიც ხო აი რაღაცნაირად შეიძლება საერთაშორისო ეს რაღაც კოალიციები შეკრან 3+3 და ასე აი რაკეტებს აწვდიან თუ დრონებს როგორც თქვი ახლა ეგ როგორ მოხდება თან ისრაელს დაუჭირონ ხარი და თან რუსეთს ესე იგი ასიამოვნონ ეგ რაღაც ერთმანეთს გამომრიცხავენ მე კარგად არ მესმის ეს ამიტომ აქ აი ესე იგი ბევრი რაღაცები არის გაურკვეველი რა თვითონ მათ ლაპარაკში ახალი არჩეული ეს კი ხელმძღვანელობის ლაპარაკში იქიდანაც ეს ყველაფერი ლოგიკური და აწყობილი სისტემა არ არის განსხვავებით ბაიდენის ადმინისტრაციებისა რომელიც აი რაღაც თავიანთ კლასიკურ ხანს მიყვებოდა რომლისთვისაც ესე იგი ნატო ეს დაცვის ორგანიზაცია კი არა რომელიც ობიექტებს იცავს არამედ ეს არის სინამდვილეში ორგანიზაცია რომელიც ააშენეს ამერიკელების თაობებმა რათა ამერიკა გაეხადათ უსაფრთხოდ და თავიანთი პარტნიორები კი არა ეს არის ციხესიმაგრე რომელიც ესე იგი ეს სხვადასხვა ისინი რკალები გარშემო ერთ-ერთი რკალია ამის ეს ევროპას თუ დაასუსტება ამით ევროპა კი არ დასუსტება მხოლოდ დასუსტება ამერიკა რა ეს არის ციხე რომელსაც რამდენიმე გალავანი აქვს შენ რაღაც ამ აშენებულზე თუ არ სიტყვის ესე იგი ეს იქნება აბსოლუტურად გაუგებარი რაღაცა ამერიკელების წინათაობები აშენებდნენ და ახლა უნდა დაანგრიოს და დაიწყო ესე იგი დაიწყო შიდა ეს მიგრანტებისაგან ქვეყანა და საზღვრები უნდა ჩაკეტოს შემოავლო კედლები და რაღაცა ანუ იქ შეიძლება კიდე ესეც შევადაროთ რომ ესე იგი მოდი გადასაღადოს აღარ გადავიქცო რაღაცა ეს პოლიცია აღარ გვინდა და სახში დავაყენებ კაი საკეთებს რომ და რა კიდე იყოს ქვეყნის ქაოს ეგ შეუულებელია ეგეთ რაღაცა ეგეთ წესრიგი შეუულებელია რა კეთილი ირაკლი დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის და რა თქმა უნდა ჩვენ გავაგზავნებთ არა მარტო შენთან საუბარს არამედ ამ საფრთხესთან საბჭოს გამგეობის წევრების და სხვა საინტერესო ადამიანების მოწვევა სანამ ამის შესაძლებლობა გქონდათ. დიდი მადლობა